როგორ გეგმავს ოპოზიცია საერთო მიზნის, ხელისუფლების შეცვლის მიღწევას. როგორც ოპოზიციური ალიანსის წევრი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია აცხადებს, გაერთიანება ახლა დისფუნქციურია. მისი განმარტებით ალიანსის გადარჩენის მთავარი კომპონენტი შედეგზე ორიენტირებული მოქმედების გაგრძელებაა. ამავე პოზიცია აქვთ ორგანიზაციის წევრ სხვა პოლიტიკოსებს. როგორც ისინი აცხადებენ, ალიანსი მიზანს იმ შემთხვევაში მიაღწევს, თუ ისინი თანმიმდევრულ ნაბიჯებს გაყვებიან. ალიანსისგან მეტი მოლოდინი აქვს საზოგადოებას, ჩვენ უნდა გავაკეთოთ უფრო მეტი. ჩვენი მისანი არის, რომ ალიანსი გახდეს ქმედუნარიანი, ეფექტური და მისი გეგმები, რაც არსებობს, ის გეგმები განხორციელდეს. ამას სჭირდება კოორდინაცია, ამას სჭირდება ხელახლა შეთანხმება თანამშრომლობაზე და ამას სჭირდება ის, ასე ვთქვათ, мотивация, რომელიც მაგალითად 26 მაისამდე ქონდა ყველა პოლიტიკურ პარტიას. ნიკა გვარამიამ ჩათვალა, რომ ალიანსმა რესურსი ამოწურა, მე ვეთანხმები ამ შემთხვევაში ნიკა გვარამიას. ნაციონალური მოძრაობა ყოველთვის არის ორიენტირებული თანამშრომლობაზე და პარტნიორობაზე და ეს არაერთხელ ნაციონალური მოძრაობა დაამტკიცა. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ნაციონალური მოძრაობისთვის არც თუ ისეთი მომგებიანი პოზიციები ყოფილიყო ამა თუ იმ ალიანსში წევრობით, მონაწილეობით და ასე შემდეგ, ნაციონალური მოძრაობა არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტია დღეს საქართველოში. მიუხედავად ამისა, ნაციონალურ მოძრაობას არც ერთხელ საერთო ინტერესი და საერთო თვისწესრიგი არ დაუზიანებია. როგორ შეხვდება ოპოზიცია 2028 წლის არჩევნებს? პარტია ჯერ საქართველოს ინიციატივას არჩევნებთან დაკავშირებით იზიარებს დაკავებული ოპოზიციონერი, პოლიტიკოსი ელენე ხოშტარიაც. მისი განმარტებით, ახლა მთავარი ოპოზიციის კონსოლიდაცია და სამართლიანი არჩევნებისთვის ბრძოლაა. მინდა გამოვეხმაურო ჯერ საქართველოსა და ვიქტორ ყიფიანის მიერ გაკეთებულ განცხადებას ინიციატივას. აბსოლუტურად ვიზიარებ და მხარს ვუჭერ მის მიერ დასმულ ამოცანას მთელი ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარემო. მისი ინიციატივა ეხება არა ბიძინა ივანიშვილთან დიალოგის დაწყებას, არამედ ოპოზიციის კონსოლიდაციას და აქტიურ მოქმედებას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მიღწევის მიზნით, რასაც უნდა მივაღწიოთ ბიძინა ივანიშვილზე სისტემური ზეწოლის გზით. მიმაჩნია, რომ სწორედ ეს არის ახალი ჩვენი მთავარი ამოცანა. ერთი მხრივ ის პარტიები, ის პოლიტიკური აქტორები, რომლებიც თვლიან, რომ ნებისმიერ არჩევნებში შეუძლიათ შესვლა და რომელთანაც გვაქვს განსხვავება, არაერთი განსხვავება სტრატეგიასთან დაკავშირებით. მათაც და ჩვენც შეგვიძლია ერთად ვიმუშაოთ, რადგან ერთია, რომ შენ ნებისმიერ არჩევნებში შეხვალ, თუმცა წარმოუდგენელია თქვა, რომ თავისუფალი არჩევნები არ გინდა. პარტია ჯერ საქართველოს ინიციატივა ერთადერთ მიზანს ემსახურება, ეს არის ჩვენს მიერ დეკლარირებულად გაცხადებული ბრძოლის დაწყება ბრძოლის წესებისთვის, ბრძოლის წესების მოსაპოვებლად. ისეთი წესების მოსაპოვებლად, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას მისცემს აზრს და არჩევნების გარემოს გახდის ვალიდურს, კონკურენტუნარიანს, სამართლიანს, თავისუფალს და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ქართული ოცნება ოპოზიციის ყველა გეგმას განწირულს უწოდებს. მომართველი გუნდის შეფასებით მათი ოპონენტები გარე ძალების დაკვეთით ქართველი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებენ. ეს იყო ერთ-ერთი სპექტაკლი გათამაშებული გარე პატრონების დაკვეთით, იქიდან გამომდინარე, რომ ალიანსში არ მიაღებინეს მონაწილეობა ლელოს და გახარიას პარტიას. ისევე როგორც გარე პატრონებმა მხოლოდ ლელოს და გახარიას მიაღებინეს 2025 წლის არჩევნებში მონაწილეობა. რატო აკეთებენ ამას? იმიტომ რომ 2028 წლისთვის ისინი ფსონსდებენ ლელოზე და გახარიას პარტიაზე და ამ ნაბიჯებით უნდათ რომ ჩვენი მოქალაქეების აღქმაში გამიჯნონ ლელო და გახარია ამ რადიკალური აგენტ აქვს თუ არა რეალური შედეგი ოპოზიციური პარტიების ერთიანობას და როგორ შეხვდებიან ხელისუფლების ოპონენტები 2028 წლის არჩევნებს. ოპოზიციაში თანხმდებიან, რომ მმართველი გუნდის წინააღმდეგ უწყვეტი ბრძოლა უნდა გაგრძელდეს. ქართულ ოცნებაში კი ოპოზიციისგან ქმედითი ნაბიჯების მოლოდინი არ აქვთ.